ძირითადი მსახიობები არიან, ბევრი არის, ვინც გადავიღე, ვინც ვერ გადავიღე. აი ეს ფილმს ძალიან ეს ფოტო, ეს მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან არის კადრი, აი წარმოიდგინეთ როგორი კომპოზიცია არის, ნიჭიერი კაცი. ფილმები, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ელდარ შენგელაიას პერიმიტები, ქეთო და კოტე, ფიროსმანი. ჩემი ფილმებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ენა გამოყოფილი აინშტაინი. არ დავივიწყოთ. თვალს რა ხუჭავთ და მარტო რო ხართ, ცხოვრების მთავარი კადრი რა არის? აი თუ გაგვიზიარებთ ბუნებრივია. არა, როგორ გითხრათ? მიჭირს ამის თქმა რა არის, რას ვხედავ, ძალიან ძნელია, სხვადასხვა რაღაცა არის ეს, მაგრამ ერთი მომენტი კი არის, მუსიკალურია ხოლმე ეს, რაღაც მესმის მუსიკა, სხვა შორის ეს მაშინაც ხდება, როდესაც რაღაცას უცებ ძალიან ემოციურად წარმოიდგენ და მაშინაც ხდება, როდესაც აი როგორ გითხრათ, ყოფილა ჩემ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც გაჩერდა გული, ინფარქტი იყო, ინსულტი იყო. აი მაშინ სწორედ როდესაც გამოვდიოდი იმ მდგომარეობიდან, მუსიკა მესმოდა და ნათელში მივფრინავდი სადღაც. აი ეს იყო. მისი მთავარი თეთრი კადრი, რომელსაც მუსიკა აფორმებს, ფირის გაფუჭებული ნაწილი არ გეგონოთ. ეს ბავშვობის წლების ანარეკლია. 93 წლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. აი დედა და მამა. ეს კოკოჩაშვილების ოჯახი. ბაბუა, ბებია. აი მამა ახალგაზრდა მამა ჩემი. ეს მე ვარ ბავშვობაში, ესეც მე ვარ უკვე 7 წლის. ეს უკვე ფრაგმენტები ფილმებიდან. დოდო აბაშიძე, სერგო ფარაჯანოვი. სხვა შორის მამა სანამ იყო ცოცხალი, სერგო ფარაჯანოვი მასთან სწავლობდა ვიოლინოზე. მართლა? დაკვრას კი. მუსიკის გზას რო არ გაყევით, მშობლებს არ ეწყინათ? ой, ესეც ომის შედეგად მოხდა ყველაფერი, ესე იგი ლამის თავს ვიკლავდი, რომ აღარ შემეძლო მეტი. მსმენა მქონდა, კარგი მსმენა, მაგრამ ძალიან ზარმაცობდი და ამიტომ დედასთან დაპირისპირება მქონდა, ისამოდა უნდა იმეცადინო და ლამისდანო დავერწყით, ჩანგალი აღმოჩნდა. მოკლედ აი ესეთი ამბები. ამბები და მოსაყოლი მართლაც ბევრია. ბავშვობის მოგონებები დატვირთული. მის მეხსიერებაში ყველა კადრს თავისი ისტორია აქვს. ამ ისტორიების მთავარი გმირი კი დედაა. დედა, რომელმაც მერაბ კოკოჩაშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. სასიკეთო იყო ის, რომ დავიბადე. ალბათ. დედასთვის და მამასთვის და ჩვენი ოჯახისთვის. და პირიქით არა სასიკეთო და დიდი უბედურება იყო, რომ მამა რეპრესირებული იყო 1937 წელს, მე 2 წლის ვიყავი. ისე რომ მამა შეიძლება ითქვას მე არ მახსოვს. დედა იყო ჩემთვის ყველაფერი. დედის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ამბავი. მაშინ უკვე ალბათ ვიყავი მე 7 წლის. დავალება მოგწეს ლექსი დაგვეწერა. და მოგეხსენებათ ეს პერიოდი, როცა პოეტი არ იყო საქართველოში, ოპოზიციონერიც რომ ყოფილიყო და ისწავლე, ყველანი წერდნენ ბელადებზე. შეიძლება ამის ბრალი იყო, რომ სულ მათი პორტრეტები იყო, ლოზუნგები იყო სულ და მე დავწერე ლექსი ბერიაზე. როდესაც სახლში მოვედი, 7-8 წლის ვარ, ესე იგი, მაშინ ვერ დავიძინე, იმიტომ რომ ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ლექსი დავწერე. დედა გვიან ბრუნდებოდა, იმიტომ რომ 2 სამსახურში მუშაობდა და მე არ დავიძინე და უთხრა დედა იცი მე ლექსი დავწერე. მითხრა ჩამომიჯდა მომეფერა და მითხრა უთხარი მე ეს ლექსი. პაუზა იყო და მე მითხრა დედამ
არ გავიგო ოდესმე ლექსი დაწერო. ეს იყო პასუხი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მამა პირდაპირ ბერიასთან იყო დაკავშირებული მთელი ეს დაპატიმრებები. ისე რომ აი ასეთი დამოკიდებულება სიმართლის მიმართ ალბათ სულ ბავშვობიდანვე იყო, რაც უაღრესად ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მომავლისთვის. ქალი, რომელიც სიძლიერის სიმბოლო იყო, პატარა ბიჭის მთავარ მაგალითად იქცა. დედა საუსრულა ის, რომ ლექსი არასდროს დაუწერია, თუმცა არც მუსიკის გზას გაჰყოლია. ასე იქცა ქართველი მაყურებლისთვის არაერთი საყვარელი ფილმის ავტორი კინოს შემოქმედად. შემდეგ როდესაც უკვე გადავწყვიტე, რომ კინოში უნდა წავსულიყავი, მაშინ აი ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო, რომ იქაც თუ რამეს აკეთებ, უნდა აკეთო სიმართლე. უნდა აკეთო ის, რაც შენთვის არის ამაღელვებელი, განსაცდელი. გადასაღები მოედანი, კამერები, ეს მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან ჩნდება. მაშინ, როცა გიორგი სააკაძის ფილმის გადაღებაზე მსახიობად ამტკიცებენ, თუმცა 6 წლის ბიჭს ეს განსაკუთრებულ ემოციებს და ინტერესს არ უღვიძებს. 6 წლის ბავშვს შეიძლება ეს რაიმე ის ყოფილი ვიცით, სიმართლე გითხრათ, ყველა მეფერებოდა, ყველა იქ გადაღებისას, ყველაფერი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი მაშინ იყო იარაღი, ხმალი მომწეს, წარმოიდგინეთ როგორი არის, ცხენზე ვიჯექი და ვაჭენებდი ხო და ეს იყო დიდი ბედნიერება. აი რო გითხრათ, რომ გიждდებოდი გადაღებაზე არა, ვინაიდან მეხვეოდნენ და მკოცნდნენ სულ ჩხლედნენ უწყვეტად, იმიტომ რომ სულ ის ჰქონდათ გრიმი და პარიკები და პარიკებს ესეთი რაღაც აი ესეთი ჩხლეტავი ის იყო, რომ მოკლედ სულ ვცდილობდი როგორმე ცხენთან ყველასთან ყოფილიყავი და არა მსახიობებთან. იქ დაიბადა კინოს სიყვარული, თქვენ როგორ ფიქრობთ? როდის? არა, გაცილებით გვიან, როდესაც უკვე ალბათ დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი. რაოდენად ბიჭო, რაოდენად კაცებო, უშველეთ ხორენდია. სადაც ბიჭო, შემომატაგო შენა. გაიმარჯვა! საბჭოთა ფილმები დიდ ტყუილში სწორედ ამ ასაკში ამხილა და მერე დაიბადა მის გულშიც კინოს დიდი სიყვარული. სიგო, ეტიში, დაიცა ბიჭო. როდესაც კინოში, კინოთეატრებში გაჩნდა იტალიური ნეორეალიზმის კლასიკური ფილმები. იქამდე მოგეხსენებათ ქართული კინოს და საბჭოთა კინო, რასაც უჩვენებდნენ კინოთეატრებში, ტყუილი იყო. ტყუილზე იყო აგებული, იმიტომ რომ განდიდების ფილმები იყო. მაშინ აი კინოთეატრში ნეორეალიზმის ფილმები, როკო და მისი ძმები და ვთქვათ იმისი ვისკონტის ფილმები, ველოსიპედის გამტაცებლები და ასე შემდეგ, ეს ისე მოქმედებდა ჩვენზე, იმიტომ რომ ასეთ ფილმებს არ უჩვენებდნენ ცით გარდა მიუზიკლებისა კინოთეატრებში. ამან დამაფიქრა, ასეა თუ ისეა მოვემზადე და ამ მომზადებასთან ერთად ეს იმას ნიშნავდა, რომ კარგად უნდა მესწავლა, იმიტომ რომ სხვანაირად ერთადერთი ინსტიტუტი იყო მოსკოვში, არ მიმიღებდნენ. მედალი უნდა ამეღო და ავიღე მედალი და აი ინსტიტუტში მოხვდი მაშინ. და თვითონ ის რა გინდა ნელ-ნელა მერე ყალიბდება, როგორ გინდა თქვა, ამას მოყვა შემდეგ ქართულ მწერლებთან ურთიერთობა და მეგობრობა, რეზო ინანიშვილი, მერაფელიშვილი, ნოდარ დუმბაძე. აი მათთან ურთიერთობის შედეგად უკვე დაიბადა შემდეგი ფილმები, იგივე დიდი მწვანეველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იწარ უნდა გავიქცეს ფეხქვეშიდან და კაცი ხარ გამართული. დანარჩენი კი მოსაგები მოიგებს. ზოგი გზაში მოიგებს, ზოგი ადგილს. გავიშალოთ გიორგი და ისევ ეძებოთ.
აკრძალულთან შეხება, დამალულის გაჟღერება მისი მთავარი ინტერესი გახდა. ალბათ ეს პასუხისმგებლობა იყო, რომელიც რეპრესირებულ ოჯახში გაზრდილ ბიჭს ეკისრებოდა. მაყურებელი უნდა თანაშემოქმედი გახდეს იმასთან ერთად, რასაც შენ აკეთებ, რომ ისე უნდა განიცადოს, რომ აი შენსავით აღაგზნოს და განცდა მოუტანოს. და ამ შემთხვევაში ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი მეტაფორული მიდგომა, როდესაც ისე აკეთებ ამას, რომ მაყურებელი ამისვე შენთან ერთად თვითონ აღმომჩენი გახდეს იმისა, რაც მან დაინახა. აქედან გამომდინარე, კულმინაციური მომენტებში მე ძალიან მინდოდა სწორედ ესეთი გადაწყვეტილებები. გამჭოლი მზერავს, აღმოაჩენს და აღმოგაჩენინებს. მისი ისტორიების თანაზიარს გხდის. ხშირად ვიმეორებ ჩემთვის ამას ხოლმე. ნუ იფიქრებ, რომ ხარ ბრძენი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იფიქრო, რომ რაღაც ხარ, არაფერი არ ხარ. ყველა ადამიანს შეუძლია აკეთოს, ოღონდ უნდა დაიხარჯოს ბოლომდე. ესეც ერთ-ერთი ჩემი ფილმის ფინალური სიტყვებია. ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ცხელი ზაფხულის 3 დღე ამით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გვდება ფილმში, ის იყო ადამიანი, ვინც ბოლომდე დაიხარჯა. იდეა ჩნდება, მუშავდება და ასე იბადება მისი გმირები. თვითონ მერაბ კოკოჩაშვილის გმირი კი 12 წლის ასაკში დაიბადა, როცა საკუთარი თავის სხვანაირად და ახლებურად აღმოაჩინა. შემდეგ მთელი მისი ისტორია მოზარდობის ასაკში შექმნილ პერსონაჟზე დააშენა და დააფუძნა. ეს ნიშნული სულელო. აი მე დავიწყე იმით, რომ არად სიცრუეს, თქვათ ერთი ხო? მეორე რასაგვირელია სიკეთე. მე კარგად მახსოვს 12 წლის ვიყავი. როდესაც უცებ არ ვიცი რატომ თქვი რომ მე უნდა მოვინათლო. და წავედი ეკლესიაში და მოვინათლე ქაშვეთში. ეს იყო დაკავშირებული არ ვიცი ზუსტად რასთან, მაგრამ ის რომ ქრისტიანობის საფუძველი სიკეთეა, სიმართლეა. აი შესაძლებელია, იმიტომ რომ როდესაც ეს მე დავიწყე კითხვა და გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე და კინოში უნდა ვიმუშაო და მინდა რეჟისორი ვიყო, შესაძლებელია ეს იყო ის, რასაც თქვენ ფუნდამენტს ამბობთ, რომ ის ფუნდამენტი, რასაც ვიგზენი, რომ აი საყრდენი ეს სწორედ ეს ქრისტიანული მიდგომა არის, რაზე უფრო მნიშვნელოვანი და დიდი ჩემთვის სხვა ძნელი წარმოსადგენია. მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრების გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს ეს წიგნი უყრის თავს. ფურცლებზე დატანილი ამბები რეჟისორს სხვადასხვა მხრიდან გვაცნობს. თითქოს მკითხველი იკავებს კამერის უკან რეჟისორის ადგილს და გაშლილი ხედით იხედება მერაბ კოკოჩაშვილის სამყაროში. წიგნს მარტივად მერაბ კოკოჩაშვილი ჰქვია. საინტერესოა, რას დაარქმევდა ფილმს საკუთარ თავზე. მიჭირს ძალიან, მაგრამ აი როდესაც იმაში ხელოვნების სახლი რომ არის, იქ თხოვეს რომ ხელი ანაბეჭდი ყოფილიყო. და მე რომ მიმეწერა ჩემი გვარი და მე მივაწერე მერაბ კოკოჩა. არ ვიცი, ამ წიგნსაც ესე აწერია კოკოჩა. ფილმსაც ესე ერქმევდა კოკოჩა. ამას დაფიქრება უნდა, არ ვიცი. მიჭირს თქვა. ოპტიმისტი ვარ, აი ხედავთ ეს წიგნი ამით იმთავრდება. აი უყურეთ ახლა გაჩვენებთ აქ ფოტოა, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ ბოლოს სტრიქონი, ჩემი არის სწორედ ეს. ოპტიმისტი ვარ, მე მჯერა. როგორც საკუთარ თავს ეძახის ოპტიმისტი კოკოჩას გზა, იგივე შემართებით გრძელდება.